ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართლა ქალაქ ბათუმში, აჭარაში მოქმედ ექიმებთან, რომელთაც აქვს შეხება დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებთან. გაუზიარეთ ჩვენი ხედვები და ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს სოფლიოში დიუშენის სინდრომთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იდეები გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ექიმებმა. ეს იყვნენ ნევროლოგები, პედიატრები, ტრავმატოლოგები, რომელთაც აქვთ შეხება დიუშენის დაავადებულ ბავშვებთან. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, თუ რა უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა, როგორც პაციენტებთან, ისე ექიმებთან, ისე რა თქმა უნდა მათ ოჯახებთან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტი მთავრობა მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა, რომელიც აუცილებელია და რომელიც აუცილებლად ემსახურება ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების გამოჯანმრთელებას და უკეთესად ყოფნას. ეს არის მთავარი მიზანი, რასაც ჩვენ ვისახავთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავადგინოთ ჭეშმარიტება, თუ რა ჭირდება ამ ბავშვებს და რა უნდა გავაკეთოთ. შეხვედრაზე მინისტრთან განვიხილეთ იშვიათი დაავადებების შესახებ საქართველოში, მათი გავრცელების, დიაგნოსტიკის, კვლევის, მკურნალობის პრინციპების შესახებ. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან ისეთი ნაყოფიერი. საუბარი იშვიათ დაავადებებზე, კერძოდ დიუშენის სინდრომზე, გუნდა პროგრესირებადი დინსტროფიის სხვადასხვა ფორმებზე, ლანდუზე, დეჟერინზე, ბეკერზე, მარიტუცზე, მოტორული ნეირონების დაავადებაზე, ALS-ი, ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის, აჭარაში გავრცელებული კვლევის მეთოდების, მკურნალობის პრინციპების შესახებ.